მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღისთავარ ამბებს, სოლიდარობა მზიან მეგობრებს და ყველა სინდისის პატიმარს. როგორ უნდა მოხდეს შეშმოპირი ახალციხეში კეცხოველის ქუჩაზე არსებული შენობის მე-6 სართულზე თუ მას პერსონალური ასისტენტის დანიშვნა ან სხვა რაიმე სახის მომსახურება დასჭირდება თუ ეს შენობა შეშმოპირებზე ადაპტირებული არ არის და ლიფტიც არ მუშაობს. ნახოთ ვიდეო. იმ შემთხვევაში, თუ ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებს, პერსონალური ასისტენტის აყვანა ან სხვა მხარდაჭერა დასჭირდებათ, იძულებული იქნებიან ამისთვის კეცხოველის 6-ში არსებული შენობის მე-6 სართულზე ავიდნენ. ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე გარემოება. შენობის პირველ სართულზე შესვლას ეტლით მოსარგებლე კი მოახერხებს, თუმცა დანიშნულების ადგილზე დამოუკიდებლად ვეღარავა. როგორც ჩვენ ადგილზე შევამოწმეთ, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული არ არის. კიბეების გამოყენებას კი ეტლით მოსარგებლეები ვერ შეძლებენ, ხოლო ლიფტი არ მუშაობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის და აიპ-ისთვის ერთად რეალური ცვლილებისთვის ფართის გამოყოფის შესახებ დღეს იმსჯელა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერი ცენტრი ამ დრომდეც მე-6 სართულზე იყო. დღეს კი მხოლოდ ახალი ოთახი გამოყვეს. განკარგულებას მხარი დეპუტატებმა კი დაუჭირეს, თუმცა უცნობია აქამდე როგორ სარგებლობდნენ, ან ახლა როგორ ისარგებლებენ მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სხდომა ისე დასრულდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ასევე ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. დავუკავშირდით ახალციხის მერიასაც და ვკითხეთ, იგეგმება თუ არა შენობის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირება. უწყებაში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ცენტრი შინმოვლის მომსახურებისთვის არის და შესაბამისად შშმ პირები არათუ ადგილზე უნდა მივიდნენ, არამედ მათ ასისტენტების სახლში მიაკითხავენ. სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ახალციხელ აქტივისტ თათია აფრიამაშუს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. დღეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ აქტივისტ, სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ჯამში უჩივის სამ ახალგაზრდა ქალს, იმის გამო რომ 17 მაისს აქტივისტები მისი მიმართულებით იძახდნენ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო პატიმრობით შეეფარდა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. შესამართლომდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლოს სხდომაზე ნიკა მელია მოსამართლეს გადაცემის ამით დაინტერესებას თხოვდა და წყალი შეაცხა. ამის გამო სხდომა დროებით შეჩერდა, ხოლო მელია დარბაზიდან გააძევეს. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მის გარეშე გამოცხადდა. აქვე გეტყვით, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და გირჩევადი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Top2 Regions. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. დროებით.